გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის პლენარული სხდომა გაიხსნა. ღონისძიებას ესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი ჩემპიონი ქალი ხავს. კონტინენტის პირველობა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 2 მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა. უცნობია უკავშირდება თუ არა კონკრეტულად ეს ვიზიტი ჩეხი ტრენერის იგორ ბლაჟევიჩის ოპოზიციასთან კავშირებს და დაგეგმილ რევოლუციასთან დაკავშირებულ ტრენინგებს. მართველი გუნდის შეფასებით ოპოზიცია მითითებებს ისევ გარედან იღებს, მათივე თქმით რევოლუციის 5 ჩავარდნილი მცდელობის მიუხედავად ოპოზიცია სამოქმედო გეგმას არ ცვლის. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას ხელისუფლების შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა ქრონიკის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას მითითებებს პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი აძლევს. ამავე ინფორმაციის თანახმად ტრენინგის მთავარი თემა რევოლუციური პროცესების წახალისება და დაგეგმვა. ის რაც მანამდე ამერიკული წყაროებით ფინანსდებოდა და ამერიკული არხებით ორგანიზდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის დროს, დღეს გადმორთული არის ევროკავშირზე. თუკი ადრე იყო აკერმანი, რომელიც საქართველოში შუღლის გაღვივებას, მტრობას, არეულობას არეულობის ორგანიზების სცენარებს წერდა. მას შემდეგაც ტრამპის ადმინისტრაციამ ყოველგვარი ასეთი მავნებლური დაფინანსებები შეწყვიტა და ჩახსნა. დღეს ყველაფერი არის ევროკავშირის მხრებზე. ჩვენ რა თქმა უნდა დეტალურად ჩავეძიებით კიდე რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ის ქართული პასპორტის მქონე ადამიანები, რომლებიც ასე ღიად სპეცსამსახურების პროექტებში არიან ჩართული და ამ ყველაფერს იმედია შესათანადო შუქი მოეფინება და საზოგადოება ყველა სიხილავს სახელებით და გვარებით. ის სცენარი, რომელიც დაუწერეს, რასაკვირველია, უცხოელ ინსტრუქტორს საჭიროებს და ეს უცხოელი ინსტრუქტორიც მოძებნეს. ხელფას რამდენს უხდიან არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არც ამ ინსტრუქტორს, არც მის მომძებს და დამფინანსებელს არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და გადარჩეს აი ამ რთულ ვითარებაში. იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, რა სქემითაც ფინანსდება, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორც ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთია, რჩება ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს არის კიდევ ერთხელ მხოლოდ ფუჭი ოცნებები, ფუჭი იმედები, ვინაიდან როგორც აქამდე გასცა მათ საზოგადოებამ პასუხი ამ ეგრეთ წოდებულ რევოლუციონერებს, შეუმდგა რევოლუციონერებს, ასევე მომავალში მოსახლეობა მათ შესაბამის განაჩენს გამოუტანს არჩევნების გზით და თუ საჭირო იქნება კანონის ძალითაც. ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის პლენარული სხდომა გაიხსნა. თურქეთის პრეზიდენტი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. გახსნის ღონისძიებას დაესწრო საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. სოფო ბერიძე გვერდდება ანტალიიდან პირდაპირ ეთერში. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნითი სესიიდან საქართველოს მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე გადაინაცვლა. ფერიდუნ სინირლი ოღლუ იმ ლიდერთა შორის არის, რომლებიც ახლოს სწორედ თურქეთში დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში არიან შეკრებილები. მანამდე კი საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალური ქსელით გამოეხმაურა მის მონაწილეობას ლიდერთა დისკუსიაში. მთავრობის მეთაურმა დაწერა, რომ საქართველო როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაკავშირებადობის და რეგიონული მშვიდობისათვის. მთავრობის მეთაურის პარალელურად დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საკუთარ კოლეგებთან, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ფორუმი კარგი პლატფორმა გახლავთ, რათა საქართველომ აქტუალური საკითხების ირგვლივ ფართო საზოგადოებას საკუთარი ხედვა კიდევ ერთხელ წარუდგინოს.
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში თემაზე მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა, სადაც ხაზი გაუსვის სამხრეთ კავკასიის მზარდ მნიშვნელობას დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში და მეზობელ ქვეყნებს შორის ძლიერი თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ღირებულებას. კიდევ ერთხელ დავადასტურეს საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა რომ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელში, სადაც იყო დისკუსია თანამედროვე გამოწვევებზე, გლობალურ გამოწვევებზე. ჰქონდა შეხვედრა ჩემს ახლად დანიშნულ ალბანელ კოლეგასთან, ვისაუბრეთ საქართველოსა და ალბანეთის ევროინტეგრაციის პროცესზე, საერთო გამოწვევებზე და ვისაუბრეთ ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. დღეს ასევე შედგება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ესეც ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში. როგორც მოისმინეთ, დღის ბოლოს საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან და ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერს შორის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით ყოველთვის აქვს ასეთ შეხვედრებს განსაკუთრებული დატვირთვა. ეს ღონისძიება უკვე მეხუთედ სწორედ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პატრონაჟით იმართება. ის დღეს გახსნითი სესიის მონაწილეებს მიესალმა, სიტყვით მიმართა და ისაუბრა ძირითადად სწორედ მსოფლიო მშვიდობის მნიშვნელობაზე. დიპლომატია პლატფორმაა, სადაც განიხილება ის პრინციპები, რომლებზეც იქნება დაფუძნებული კაცობრიობის მომავალი. მჯერა რომ თურქეთი როგორც მშვიდობის გასაღები თავის წვლილს შეიტანს ამაში. დღეს მსოფლიოში ძალაუფლების გადანაწილება იცვლება, ჩნდება ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშეები, ძლიერდება კონკურენცია და ღრმავდება. მაგრამ გლობალური სისტემის კრიზისი ეს არის პირველ რიგში მორალურ-ეგზისტენციალური კრიზისი. უახლესი გზა მშვიდობისთვის კი მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი და დიპლომატიაა. უნდა შეიქმნას ახალი ფუნდამენტი სოლიდარობის და იმედი მაქვს ეს ფორუმი ამას ხელს შეუწყობს. დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ანტალიაში წელს საკმაოდ ბევრი ლიდერი გახლავთ შეკრებილი, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებიდან და წელს ლიდერები მსჯელობენ მომავლის განსაზღვრისა და რისკების მართვის საკითხებზე. მადლობა, ეს სოფო ბერიძე იყო. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და საქართველოს გეოპოლიტიკური როლი. პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ლიდერთა თემატურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურმა ილაპარაკა დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე. ყურადღება გაამახვილა გარეჩ არევებზე და თქვა, რომ არაფორმალური გავლენები იკვეთება ორგანიზაციებში, რომლებიც სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. სოფლიოში ჩვენს ირგვლივ ახლა ორი ომი მიმდინარეობს. კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე, სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიას ეს საერთო მიზანი გვაქვს. ამავდროულად ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი. ეს ფუნდამენტური გამოწვევებია. გარკვეული წლების განმავლობაში ევროკავშირს ჰქონდა კონკრეტული ძლიერი ასპექტები, ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა თუ ამჟამინდელ ევროკავშირს შევხედავთ, ამ სამივე მიმართულებით მას სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირში სიტუაცია სამომავლოდ შეიცვლება. როცა საუბარია სამხრეთ კავკასიაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონზეც ახდენს გავლენას, თუმცა ამავდროულად სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში. საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად. არსებულ გარემოში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია პარტნიორებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა სერვისის შეთავაზება. გლობალური ლანდშაფტი ამჟამად გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება. კონფლიქტები გავლენას ახდენს ყველაფერზე, სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტის დარგზე, ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში აუცილებელია არსებითი გამოსავლის პოვნა. ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ
თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3%-ში ადგენს 2021 წლიდან. მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ. 8.4% იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში. ეს არის ჩვენი ხედვა, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ. თქვენ ლიდერობასაც შეეხეთ. შესავალ სიტყვაში და უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ლიდერობის სიმწირე ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია ისევე როგორც ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ლიდერებიც, თუმცა ეს არ იძლევა განზოგადებულ სურათს. გლობალურ მასშტაბში ეს სურათი ვიტყოდი, რომ არ არის ლამაზი. რაც შეეხება ლიდერების როლსა და ფუნქციას, ყველაზე პოზიტიური, რაც მათ შეუძლიათ, არის დიალოგის, თანამშრომლობის, დაკავშირებადობის ხელშეწყობაზე აქცენტირება. ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე. ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ასეთია საქართველოს მიდგომა. ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია. თქვენ შესავალ სიტყვაში შეეხეთ მრავალმხრივ ორგანიზაციებს. ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ თქვენი აზრით არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ ამ ორგანიზაციებშიც. ჩვენთვის ეს ძალიან თვალსაჩინოა. ამის შედეგი საკმაოდ ნეგატიურია. კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციების სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. ამის კარგი მაგალითია საქართველო. ამ მიმართულებით ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაწილში გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ ზოგიერთი მრავალეროვნული ორგანიზაციის მხრიდან. ეს იმ საკითხებს მიეკუთვნება, რაც უნდა შეიცვალოს. ყველას კარგად გვახსოვს ისეთი ფრაზები, როგორიცაა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. სამწუხაროდ ეს უკვე ჩაბარდა წარსულს. ამაზე ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს. ნამდვილად მნიშვნელოვანია მრავალეროვნული ორგანიზაციების გაძლიერება. უპირველეს ყოვლისა ეს უნდა მოხდეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დასაბრუნებლად. ეს ძალიან რთული ამოცანაა და ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს. უპირველეს ყოვლისა, როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო 23 საუკუნისაა. შესაბამისად, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია. ამ 23 საუკუნის განმავლობაში ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში და იმპერიების გზაჯვარ ედინზე გვიწევდა არსებობა. მრავალი ასეთი იმპერია დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ საქართველო გადარჩა. ჩვენი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია. ამიტომ ჩვენ გვჯერა დიპლომატიისა და მისი როლის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან წინა საუკუნეების 90-იანი წლებიდან ბევრი შეცდომაც დავუშვით, რადგან საქართველო მაშინ ალბათ საკმარისად დიპლომატიური ან პრაგმატული არ იყო. ალბათ ეს იყო შეცდომების მიზეზი, თუმცა ბევრი დასკვნა გამოვიტანეთ აქედან და კვლავ ვისწავლეთ დიპლომატიურობა და პრაგმატულობა. სწორედ ასე ვახერხებთ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ამჟამად უხეში პოლიტიკური ინტერესები გადაწონის დიპლომატიას. ასეთია მსოფლიოში არსებული საერთო სურათი ჩემი გაგებით. ეს როგორმე უნდა შეიცვალოს. კიდევ ერთ საკითხზე, დაკავშირებადობის როლზე და ჯანსაღ ეკონომიკურ კავშირებზე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმა. თუ ჯანსაღი ეკონომიკური კავშირები და ინტერესები გადაწონის უხეშ პოლიტიკურ ინტერესებს, დიპლომატიის როლი ბევრად უფრო ძლიერი იქნება მსოფლიოში. სამხრეთ კავკასია ამის ძალიან კარგი მაგალითია. რეგიონს ბევრი სპეციფიური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, კონცენტრაცია მოვახდინეთ დიპლომატიურ გამოსავალზე, პრაგმატულ გადაწყვეტებზე, დაკავშირებადობის უნარის გაძლიერებაზე. ეს გვეხმარება რეგიონში არა მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებაში, არამედ ასევე ჩვენ სახელმწიფოებში კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ეს მაგალითი ძალიან თვალსაჩინოა და მთელი მსოფლიო უნდა სარგებლობდეს ამ მაგალითით. ჩვენ უნდა ვაშენოთ ხიდები და არა დავწვათ. ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა, რომელსაც რეგიონში მშვიდობა მოაქვს. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარემ იმსჯელეს. საქართველოს დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტთაშორისო კავშირის 152 ასამბლეის ფარგლებში სტამბოლში ორმხრივი შეხვედრები გამართა. შალვა პაპუაშვილი შეხვდა მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს. თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანი არის იმ გამოწვევის ფონზე, რომელიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. ხედავთ თუ რა მნიშვნელობას იძენს დღეს შუა დერეფანი და ამ მხრივ სწორედ ჩვენი ხელისუფლებების დამსახურება არის, რომ შუა დერეფანშიც იგივე არეულობა
და კრიზისები არ არის, რასაც ჩვენს გარშემო ხედავთ. პარლამენტებს შორის ურთიერთობა არის ძალიან ინტენსიური. ჩვენ ცოტა ხანში გვექნება სამხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელსაც თბილისში უმასპინძლებთ. თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ფორმატში. როდესაც ჩვენ შეხვედრები ჰქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქონოდა უშუალო გაცვლა ჩვენს კოლეგებთან და არა ბრიუსელის გავლით. სამწუხაროდ ხედავთ ჩვენ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბკოლებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნებთან ურთიერთობების და მისი გავლით, მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება. არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით ჩვენი ჩასვლით დედაქალაქებში გქონდეს პირდაპირ კონტაქტი და გაცვლა ჩვენს კოლეგებთან. შეხვედრა ჰქონდა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან და ყველამ აღნიშნა თუ რა კრიზის განიცდიან დღესობით აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო. ჩანს, რომ დღეს ერთ რეგიონში წარმოშობილი კონფლიქტი თუ რა გავლენას ახდენს სხვა რეგიონზე. საბედნიეროდ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ხედავთ ჩვენ, რომ ეს კრიზისები ჩვენ გვერდს გვივლის. ჩვენი რეგიონი და ყველა 4-ვე სახელმწიფოს ხელისუფლების ძალიან სწორი და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგი არის, რომ დღეს რეგიონი ამ ხრივ ნაცვლად იმისგან განსხვავებით, რაც სხვაგან ხდება კრიზისების სახით, რომ რეგიონში არის მშვიდობა, არის სტაბილურობა, რაც უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხისთვის ეკონომიკური ზრდისთვის და კეთილდღეობის ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დელეგაციამ დეპარტამენტის დირექტორის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამიტში, რომელიც წარმოადგენს წამყვან პლატფორმას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და საგამოძიებო უწყებების ექსპერტებისთვის. საერთაშორისო ფორუმი ვაშინგტონში გაიმართა. სამიტის მონაწილეებმა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ წარმოქმნილი ახალი გამოწვევები და დანაშაულის გამოვლენისა და მტკიცებულებათა დამუშავების თანამედროვე მეთოდოლოგიები განიხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი მონაწილეობს საერთაშორისო სამიტზე ვაშინგტონში. აღნიშნულ სამიტზე განხილულია ციფრული ექსპერტიზის მიმართულება. მნიშვნელოვანია, რომ საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტებმა წარმატებით გადაალახეს პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს საერთაშორისო ტრენერების ლიცენზიის მოპოვებას. ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მონაწილეობამ შესაძლებლობა მოგცა გავცნობოდით ციფრული სასამართლო ექსპერტიზის მიმართულებით სამომავლო ტენდენციებს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ სოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკით მოვახდინოთ ციფრული სასამართლო ექსპერტიზის წარმოება. სამიტზე ასევე განხილული იქნა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და სამომავლოდ მისი გამოყენების საჭიროება ციფრული სასამართლო ექსპერტიზის წარმოებაში. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 ბრალდებული სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნოდა. პირველი ინსტანციის განაჩენი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა. პროკურატურამ მსჯავრდებულების ჯგუფურძალადობაში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნობას, დაცვის მხარე კი გამომართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა. სამართლებრივი პასუხი ყველაზე მოაღრიშულზე შესაძლებელია გქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ბერკეტი გასაჩივრებისა და ეს იქნება ამ ეტაპზე ბუნებრივია საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო საბოლოო კუთხით, ესე ვთქვათ, ჩვენი საჩივრები აუცილებლად მიემართება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი მხარის სააპელაციო საჩივარი და 11-ვე მსჯავრდებულის მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი. ბრალდების მხარე დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გავეცნობით და ალბათ დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ ციფრულ სასამართლოში. ჩვენ ვითხოვდით კვალიფიკაციის შეცვლას, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ და არც ბრალდების მხარის და არც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკვინეს, მათ შორის 5 ბავშვია. ბოლო შემთხვევა დღეს სოფლის საჯარო სკოლის ეზოში მოხდა. ყველა დაზარალებულს სავალდებულო ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა, ძაღლები კი დაკვირვების მიზნით კახეთის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ თავშესაფარში გადაიყვანა. დილით ჩემმა ბიჭმა თავისი შვილი რომ წაიყვანა სკოლაში, ხელში აყვანილი შეიყვანა შენობაში, რადგან ბავშვს ძალიან ეშინია ძაღლების და
რომ შეიყვანა და ჩამოსვა შენობაში შემოbrunდა და როგორც შემოbrunდა იმ წუთას ორმა ძაღლმა უკბინა ფეხში ჩემს შვილს და მთელი სოფელი ვითხოვთ რომ ეს ძაღლები არა მარტო სკოლის ეზოს არამედ მთლიან სოფელს მოაშორონ. ცოტა ხნის წინ ჩემი შვილი დაგლიჯა ძაღლმა სასწავლო პროცესის დროს სკოლის ტერიტორიაზევე. რა თქმა უნდა მოხდა ადეკვატური რეაქცია იყო დირექციის მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც ბავშვს ჩაუტარდა ყველანაირი რაც საჭირო იყო და უბრალოდ ჩემი დიდი სურვილი და თხოვნა იქნება რომ სასწავლო ტერიტორიიდან მოხდეს აგრესიული ძაღლების გაყვანა. ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა გახსნა, გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე ილაპარაკეს მარიამ ქრივიშვილმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 10 წლიანი სტრატეგია ეფუძნება კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს და ელექტროსისტემის რეალურ საჭიროებებს. ვისაუბრეთ იმ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებას, ვისაუბრეთ 10 წლიანი სტრატეგიის შესახებ, იმ გეგმის შესახებ, რაც გულისხმობს, რომ 10 წლის შემდგომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ელექტროგენერაციის თვალსაზრისით თვითმყოფადი. ვისაუბრეთ საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, შევჯერდით, რომ ერთიანი ძალისხმევით ის მიმდინარე რეფორმა, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის, ერთობლივი ძალისხმევით გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკაზე უკვე მე-13 ეს საჯარო დისკუსიაში პირადად მინისტრი იღებს მონაწილეობას. ეს ხას უსვავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ენერგეტიკას თავისთავად აქვს ეკონომიკის განვითარების და იმ ხედვას, რომელიც სამინისტროს და პირადად მინისტრს აქვს. იმისაც რომ სტაბილური გრძელვადიანი განვითარება ეკონომიკის მივიღოთ და ამაში ბუნებრივია მივესალმებით ხარში უდგევართ ბიზნესი არის ყოველთვის ღია სათანამშრომლოდ და კონკრეტული ნაბიჯები რომელიც უკვე გადაიდგა და რაც დღეს ითქვა პასუხობს ყველანაირად ბიზნესის საჭიროებას, პასუხობს ქვეყნის განვითარების საჭიროებას და უაღრესად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის. ის მიდგომები, რომელიც დაინერგა უკვე ასე ვთქვათ ძალიან ჩარჩოში და კალაპოჩში სვავს ენერგეტიკის დარგს და არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ განვიხილეთ საკანონმდებლო თემები, რომელიც სრულიადაც უნდა შევიდეს კანონში ეს ქონების გადასახადის საკითხი არის, რომელიც თვითონ ყველა სადგურს ასე ვთქვათ მოუწევს სერიოზული კონტრიბუციის გაკეთება რეგიონებში და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასე ვთქვათ ეს კანონმდებლობა. განათლების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის შიბ კოლაბორაციასა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მანამდე კი ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი პროფესორები ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში გახსნილ მაღალ ტექნოლოგიურ ლაბორატორიას ეძვნენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთვება დღეს დიდ კოლაბორაციაში, რომელიც არის ჟენევაში, ცელში და ვაწერთ ხელს მემორანდუმს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ, რამე თუ შიპ ექსპერიმენტი თვითონ წარმოადგენს უდიდეს კოლაბორაციას, რომელიც დაიწყო 2026 წელს და ეს არის დამალული სექტორის ნაწილაკების აღმოჩენა. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობას ვაფორმებთ. ხელს ვაწერთ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის შიპის ექსპერიმენტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობაზე. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ჩვენი კოლაბორაცია ამ დრომდე ძალიან წარმატებულია. შიპი დიდი ექსპერიმენტია, რომლის ფარგლებშიც დიდი იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით ამ ახალ ნაწილაკებს, რომლებიც ამოხსნის ბუნების არაერთ ფარულ თავსატეხს. მოუთმენლად საქართველოს უნივერსიტეტებთან წარმატებული თანამშრომლობის დაწყებას. დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოფიციალურად ერთვება იმ საერთაშორისო კოლაბორაციაში, რომელიც ბაზირებულია CERN-ში და რომლის ძირითადი ფუნქცია ახალი სუბატომური ნაწილაკების აღმოჩენა და მათი ძირითადი მახასიათებლების გაზომვა. დაახლოებით 2028 წლისთვის გვინდა რომ ახალი კოლაიდერის ნაწილიც ამუშავდეს, შესაბამისად ვფიქრობთ რომ ეს კოლაბორაცია ხელს შეუწყობს რა თქმა უნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, რადგან მათი მიმართულებაში მოხდება პირველ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტების ჩართვა, ხოლო შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ დამოუკიდებელ სუბიექტად მესამე სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართვას, რაც ქართული მეცნიერებისთვის იქნება უზარმაზარი მონაპოვარი.
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი კულტურის მინისტრმა გახსნა საქართველოს ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლი წარადგენს, წელს სლოგანია იმოგზაურე საქართველოში. ალექსანდრე დიუმასთან ერთად. ფესტივალზე წარმოდგენილია ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ქართული ლიტერატურის სხვადასხვა პერიოდის ნიმუშები, თანამედროვე ქართველი მწერლების მოთხრობათა კრებულები, ქართველი მოდერნისტი მხატვრების ალბომები, თემატური გამოცემები და ქართული ფილმის დიაფილმები. მნიშვნელოვანია, როდესაც სოფლიოსთვის ერთ-ერთ ცენტრალურ ლიტერატურის ადგილზე საქართველოს ასეთი დიდი ადგილი უჭირავს. ჩვენ ამ დღეებში ვისმენთ ძალიან ბევრ კომპლიმენტს ქართული ლიტერატურის მიმართ, რაც აღაფრთოვანებს ყველას, იმიტომ რომ 1600 წლოვანი უწყვეტი ლიტერატურული განვითარება სწორედ იძლევა იმის სიამაყის შეგრძნებას, რომ საქართველოს ნამდვილად არამხოლოდ პავილიონით სიდიდით არის დღეს ნამდვილად ღირსეულად წარმოდგენილი, არამედ თავის ლიტერატურით სწორ ადგილზეა წარმოჩენილი. საფრანგეთის წიგნის ფესტივალი ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი ლიტერატურული მოვლენაა ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც ამჟამად ავითარებს საერთაშორისო მიმართულებას. შესაბამისად, საქართველოსთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს მასში მონაწილეობა, რათა მოახდინოს თავისი კულტურის პოპულარიზაცია. ამასთან ეს არის შესაძლებლობა საფრანგეთის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშაონ. ძალიან მომწონს საქართველოს სტენდი. გაფორმება ძალიან სასიამოვნოა ამ ყველაფრის ხილვა. ქართულ წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგზობს სტუმრებთან ერთად, მე გემშვიდობებით ნახვამდის.